Telekomunikatsiis სფეროში 16 წლიანი გამოცდილება მუდმივი განვითარება და მომხმარებელზე მორგებული სერვისები, ასე შეიძლება ყველაზე მარტივად დავახასიათოთ ქართული კომპანია Globalcell. სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში მისი ისტორია ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო და მას შემდეგ ბრენდმა მნიშვნელოვანი გზა გაიარა. ტექნოლოგიური განახლებებით, ციფრული ტრანსფორმაცია და აბონენტებზე მორგებული გადაწყვეტილებები მის ყოველდღიურ რეალობად იქცა. დღეს Globalcell არა მხოლოდ მობილური თუ ინტერნეტ მომსახურება, ეს არის ბრენდი, რომელიც ცდილობს თავის მომხმარებელს თანამედროვე ციფრულ სამყაროში სანდო პარტნიორობა გაუწიოს. დღეს იმაზე ვისაუბრებთ, რითია გამორჩეული Globalcell-ის სხვა ოპერატორებისგან, როგორ ვითარდებოდა მისი სერვისები და რატომ უნდა ავირჩიოთ სწორედ Globalcell. სტუდიაში შემოგვერთება Globalcell-ის დირექტორი გიორგი მადუაიშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანიკო ხაზარაძე. მოგზანდით. რას ამას მიმალავდით? ამას მიმალავდით, სიურპრიზად ასე პომპეზურად მე ამბა თქვენთვის ჩემი ახალი ოჯახის შესახებ. მოგესალმებით. მოგზანდით. ფანტასტიკური ამბებია პირველ რიგში ნანიკოს მხარეს და გილოცავ გადასარევ კომპანიაში მოხვდი ესეთი ეჭვი მაქვს. ჩვენც უნდა მოგვილოცოთ აუცილებლად. კი, თქვენც გილოცავთ რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდრე თემას შევეხებით, რატომ მივიღე გადაწყვეტილება ამ კომპანიასთან დამეგობრების. ზოგადად ქართული ყველაფერი მიყვარს მართლა, ნებისმიერი რამე და აი საოცრად სოლიდარული ვარ ყველაფრის მიმართ. ეს არის კომპანია, რომელიც 16 წელი არსებობს, ქართულია, ვითარდება და სულ პასუხობს ნებისმიერ გამოწვევას. აი ამიტომ მიხარია რომ ვარ ამ ოჯახის და ამ გუნდის წევრი. მე მგონი ერთმანეთი იპოვეთ კომპანიამაც და ნანიკომაც. გიორგი, 16 წელი უკვე ვახსენეთ, რაც ბაზარზე ხართ, როგორ დაიწყო ზოგადად Globalcell-ის ისტორია, მოკლე ექსკურსი რომ გაგვატაროთ. ეს იყო 2009 წელი, როდესაც Globalcell შემოვიდა ქართულ ბაზარზე, როგორც ნანიკომ აღნიშნა, ყველაზე საამაყო ჩვენთვის არის ის, რომ ეს ბრენდი, რომელიც დღეს უკვე მთელ მსოფლიოშია წარმოდგენილი არის, დაბადებული საქართველოში. და ის რომ დღეს უკვე არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც სარგებლობენ ჩვენი როუმინგით, ჩვენი სატელეკომუნიკაციო სერვისებით და მათ იციან რომ ეს არის ქართული ბრენდი, ქართული ტელეკომ სერვისი, ეს არის ჩვენთვის ყველაზე საამაყო. 2009 წელს, როდესაც დავიწყეთ 16 წლის წინ სატელეკომუნიკაციო სფეროში საქმიანობა, შემდეგ გავხდით უკვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული მობილური და ფიქსირებული ქსელების ოპერატორი. ამას მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ როუმინგზე, თუმცა გარდა როუმინგული და მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურებისა, Globalcell გახლავთ ფიქსირებული ქსელის პროვაიდერიც, ოპერატორიც და შესაბამისად ეს მომსახურებაც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე და როუმინგზე. 2009 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად იხვეწებოდა ჩვენი სერვისები და პროდუქტები. ეს ტრანზიციის პერიოდი ამ პროდუქტებმა გაიარა. ესეთი მნიშვნელოვანი პროცესები იყო და ამაზე ალბათ უფრო მოგვიანებით თქვენს კითხვებზე ვუპასუხებთ და მოგახსენებთ რა გქონდა პირველი ის პროდუქტი. ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი ვარ მე Globalcell-ის, იმიტომ რომ ზუსტად მაგ პერიოდში მიწევდა გასტროლებზე წასვლა და ჩემმა მეგობარმა სადღაც მაშინ ესე პოპულარული რა თქმა უნდა არ იყო, არც რეკლამირებული არ იყო და ჩემმა მეგობარმა მირჩია რომ აი არის ეგეთი რაღაც ახალი კომპანიაა Globalcell-იო, რომელიც მეშვეობითაცო დაზოგაო ძალიან დიდ თანხასო, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ისა რა ქვია ესეთი ხელმისაწვდომი ინტერნეტის WhatsApp-ები და ესენიც არ იყო ჯერ ესეთი და ძალიან ძვირი იყო როუმინგი მაშინ. როუმინგი იყო საოცრად ძვირი და მირჩია რომ რო დაგირეკავო მე შენ არ დაგეხარჯებო. აი, თავარი სათქმელი თვითონ ჩემი კომპანია. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ხო, მე რა თქმა უნდა ეს, მაგრამ უკაცრავად რომ ჩაგეჭერეთ. არა, პირიქით ძალიან კარგია. ნუ ერთ-ერთი პირველი აბონენტის გამოცდილება ყველაზე ძვირფასია. სატელეკომუნიკაციო სერვისები იმდენად სწრაფად ვითარდება და იცვლება, რომ მოდით აი მოგვიყევით სწორედ რა იყო პირველი პროდუქტი და როგორ ვითარდება ეს ყველაფერი დღემდე. დიახ, რასაც თემიკო ბრძანებდა, ახლა ის რომ 16 წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს თავაზობდა რაღაცა ინოვაციურ სერვისებს, მათ შორის დღეს თუნდაც სტანდარტული როუმინგი რომ გქონდეს ჩვენ უცხოეთში, ნებისმიერ ქვეყანაში შემომავალი ზარი არის ჩვენთვის ფასიანი და აი მე და ნანიკო საუბრობდით რამოდენიმე დღის წინ იმაზე, რომ ნანიკო თქვა ჩემი მუდმივი ჩვევა არის ის რომ ვიღაცა მირეკავს უნდა გავთიშო, იმიტომ რომ რაღაც სასწაული თანხა არ ჩაუმეჭროს მიღებულ ზარში. ეს ყველა ცნობიერებაში გამჭირდება რომ პირდაპირ თიშავ, ავტომატურად საზღვარგარეთ თიშავ. ან არიღებ, იმიტომ რომ საოცრად ძვირია და ამ წუთიდან როდესაც თქვენ გახდებით
Global Sell-ის ოჯახის წევრი თქვენთვის ნებისმიერი ზარი შემომავალი მათთვისაც და თქვენთვისაც იქნება უფასო. მათთვისაც? აი ერთ ამას განვავრცობ ზუსტად. 2009 წელს, როდესაც დავიწყეთ ჩვენ საერთაშორისო სიმბარათების რეალიზაციას, იყო ევროპულ ნომრიანი საერთაშორისო სიმბარათი. და შესაბამისად როუმინგულ მომსახურებასაც ჩვენს აბონენტებს უწევდა ევროპული მობილური ოპერატორი. რა იყო ეხლა მანდ ერთი ის ნაკლოვანება, რომელიც ჩვენი აბონენტისთვის მაინც მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, შემაფერხებელი გარემოება იყო მეტწილად. ეს იყო ის, რომ თემიკო, როგორც ჩვენი აბონენტი, წაბრძანდა საზღვარგარეთ, მას დაურეკა მისმა ოჯახის წევრმა, ახლობელმა. თემიკო არ გადაიხადა მიღებულ ზარში არაფერი, მაგრამ მისმა ოჯახის წევრმა უთხრა, რომ თემიკო ძვირფასო, მე რომ დაგირეკე, შენ კი უფასოდ გამოხვედი და არაფერი არ გადაიხადი ამაში, მაგრამ ჩვენ მე შენ დაგირეკე ევროპულ ნომერზე და იცი რა, ძალიან ძვირი დამიჯდა შენთან დარეკვა. ამიტომ Global Sell როგორც ქართული მობილური ოპერატორი დღეს უკვე წარმოდგენილია სრულიად ახალი პროდუქტით, როგორც eSIM, ისე SIM ბარათების სახით და ეს არის ნომრიანი საერთაშორისო სიმბარათი. აი ბოლო ორი ნომერი დაფარულია მოშეცეთ. შესაბამისად, ნანიკო სწორედ ამას გულისხმობდა, რომ დღეს, როდესაც ჩვენს აბონენტს დაურეკავენ თუნდაც საქართველოსდან, უკვე არა როგორც საერთაშორისო ნომერზე დარეკვის, ქართულ ნომერზე ისე ქართულ ნომერზე დარეკვის საფასურს გადაიხდეს და ჩვენი აბონენტისთვის მიღებული ზარიც არის სრულიად უფასო. კი, ანუ არც ოჯახი ზარალობს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხან გვიწევთ შვილის დატოვება, ხან დედის დატოვება, კომუნიკაცია. კი, თან 21 საუკუნეში დღეს მე მგონი ამის გარეშე ვეღარ ვარსებობთ, იმიტომ რომ ყველაფერი აქვს, მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. ეს არის საით თავიდან ბოლომდე ეს არის ტელეფონის ნომერი ეს კონკრეტულად QR კოდი, რომელიც ხალხო იმდენად მარტივად ყენდება ტელეფონში, ანუ მე შედარებით თქვათ ტექნოლოგიები მიყვარს და სულ ვეცნობ, მაგრამ ასრულებს შენ გიყვარს კი არა. მე მგონია რომ ისიმის დაყენება ტელეფონში ეს არის სპორტის სახეობა. არც თუ ისე იშვიათად შეიძლება დაგიყენო ტელეფონში გაჩუქო. თქვენ მაჩუქეთ შეიძლება კი არა, დიდი მადლობელი ვიქნ. კარგი, ეხლა წარმოუდგენელია, სადაც არ უნდა გავფრინდე 2 საათს მინიმუმ ამაში უკარგავ. ჩემო ტკბილო, დღეს 3 წუთს დავხარჯავთ ერთხელ შენ ცხოვრებაში და ამ წუთიდან 3 წუთი არ დაგჭირდება, მუდმივად შენთან ერთად იქნება ნომერი. მადლობა ღმერთო. საბანკო ყველა ტრანზაქცია შესრულებული გექნება საზღვარგარეთ, რომ SMS-ი კოდი მოგივა. ეს არ არის არც ერთ ოპერატორს. სხვა ტიპის პროდუქტები, რომელიც ბაზარზეა, ძირითადად არის eSIM ბარათები, უცხოეთიდან შემოტანილი. მას არ აქვს ნომერი. ანუ მაგალითად ეხლა ნანიკო რასაც ბრძანებდა, ჩვენ რომ ვიყოთ უცხოეთში და გვჭირდებოდეს რაღაც საბანკო ტრანზაქციის განხორციელება და SMS-ის მიღება ერთჯერადი კოდის. აი მოკლებულნი ვართ ამ შესაძლებლობას. ეს ნომერი გვექნება მუდმივად მთელი ცხოვრების განმავლობაში Global Sell-ის ქართული მობილური ნომერი, რომელიც 559 ინდექსით იწყება. ასევე არის 507517 ჩვენი ინდექსები. სიმბარათის შემთხვევაში არის 507517, ელექტრონული სიმბარათის შემთხვევაში 559. გიორგი, სანამ მიყენებს ერთი კითხვა გამოსდა. ეს ისიმი რომ მე ახლა გამოვიყენო საქართველოშიც. მე მგონი რაღაცა კარგი პროდუქტია. აქვს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი შეთავაზება ჩვენი მოსახლეობისთვის. თქვენ ალბათ თქვენ კი არა, მთელი საზოგადოება ძალიან ხშირად ვისმენთ ჩვენ რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ნებისმიერმა ადამიანმა იმისთვის, რომ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ხომ? აქ არის ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი, რომ ჩვენ გავხდეთ საერთაშორისო ევროპული როუმინგის ოჯახის წევრნი, ამ სივრცის წევრნი და ვიცით, რომ ეს რაღაც მაინც კიდევ შორეულ პერსპექტივას მიეკუთვნება. სულ ახლახანს დაანონსდა, რომ მოლდოვა და უკრაინა 2026 წლიდან შეუერთდებიან ამ სივრცეს. ჩვენ დღეს ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას უკვე ამ სერვისს და არ ველოდებით რაიმე ევროდირექტივას ან რაიმე ტიპის რეგულაციას, რომელიც დაგვავალდებულებს, რომ ადგილობრივი ტარიფებით მოვემსახუროთ ჩვენს აბონენტებს ევროპაში. დღესვე ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიცემს საქართველოში პაკეტს, საქართველოში ინტერნეტის სარგებლობისათვის, იგივე პაკეტით იმსახურებს და იგივე პაკეტით ისარგებლებს მთელს ევროპაში. ერთი კითხვა მე ნადიში არ გავაწოდინე გიორგის 30 წამი დაჭირდა. 30 წამით არ დაჭირდა, უბრალოდ არ შეგაწოდიან დიალ მზად არის. ხო და აი ნანიკო ის მინდა და უკვე ახალი ნომერი მონიჭებული, რითიც ყველგანი მოგზაურებ საუკეთესო ტარიფებით, ხო? აი რა მაინტერესებს, ახლა მე შენგან გასხვევით ცოტა ის არც ისე კარგად ძალიან მეგობრულად ვარ ახალ ტექნოლოგიებთან ხოლმე ხარ რა მარტივად მოხდა ნახე. ხო და ამიტომ ნუც რასაც ამბობს, არა მეც ესე ზედმიწევნი სწორედ ვაკეთებ ყველაფერს ხოლმე, მაგრამ ხან ჩაირთვება, ხან არა რაზე დამოკიდებული არ ვიცი. ეხლა უბრალოდ ქართული ნომერი რო ახსენეთ, ეს კითხვა გამიჩნდა. ნუ ისიმის დაყენების შემთხვევაში მაშინ შენი ნომერი რჩება და არ იცვლება, ხო? ეს ქართული ნომერი რას ნიშნავს? ანუ ჩვენ რაღაცა იმ პერიოდში სხვა ნომრით ვსარგებლობთ თუ ჩვენი ნომრით ვსარგებლობთ და მუდმივი იქნება თუ არა?
ერთი რომ მუდმივია ეს გლობალსელის ქართული ნომერი და ამ შემთხვევაში თუ ის სიმზია საუბარი, ანუ ელექტრონულ სიმბარათზე, ჩვენს ადგილობრივ სიმთან ერთად ტელეფონში გვაქვს უკვე გლობალსელის ასევე ქართული საერთაშორისო სიმბარათიც, რომელსაც გამოვიყენებთ იმ შემთხვევაში, თუ გვინდა რომ მოგზაურობაში გამოვიყენოთ მხოლოდ, როდესაც მოგზაურობაში მივდივართ. ერთადერთი აქ არის რომ მობილური data roaming-ი, ეს არის roaming-ის სერვისი გქონდეს ჩართული ტელეფონში. ძალიან მარტივად არანაირი არც პარამეტრის გასწორება, არც ადგილზე რომელიმე ქვეყანაში ჩასვლის დროს ქსელზე ხელით რეგისტრაცია არაფერი საჭირო არ არის. ჩვენ გავხდით, ბარემ აქვე ვიტყვი ამასაც, პირველი ტელეკომ ოპერატორი ვართ საქართველოსდან, რომელიც რამოდენიმე თვის წინ გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ტელეკომ კავშირის წევრი, ITU. და ძალიან ბევრი პრივილეგიით სარგებლობენ შესაბამისად ჩვენი აბონენტები. როდესაც ჩავდივართ ჩვენ რომელიმე ქვეყანაში, იქ როგორც აღნიშნე, ხელით ქსელზე რეგისტრაცია, მასპინძელ ოპერატორის ქსელზე რეგისტრაცია საჭირო არ არის. რაიმე პარამეტრების ხელით გასწორება საჭირო არ არის. ასევე იმ data roaming-ის ჩართვაც აი Android-ის შემთხვევაში უკვე საჭირო არ არის, ისე მუშაობს უკვე roaming-ი ჩვენი სიმბარათის შემთხვევაში. ანუ ის რომ აქამდე თქვენ რასაც ბრძანებდით ეს ტექნოლოგიური სირთულეები, რომელიც შეიძლება ბევრისთვის ცოტა მეტნაკლებად დამამნეველი იყოს, ის რომ რაღაცა ჩავრთო, რაღაცა გავააქტივრო, რაღაც პარამეტრი შევიყვანო, არაფერი არ გჭირდება. და შეიძლება გიოდე ხა ვაჩვენო როგორ ხდება. მე ჩატვირთული მაქვს უკვე ნომერი და აი ნახეთ, დარეკვეს შემთხვევაში. აი ნახეთ რა მარტივად არის ხალხო. აი ამას დააჭერ, საზღვარის კვეთისას დააჭერ აი ამ ღილაკს ხელს და გადახვალ მარტივად გლობალსელზე. ჩამოფრინდი, დააჭირე, გადადი უკან შენ ნომერზე. მაგრამ მე ამ ნომერზე, ეხლა ამ წუთას გლობალსელის ნომერზე, ჩვეულებრივად მიმეწოდება ჩემი ინტერნეტ პაკეტი და მე ვსარგებლო. შემიძლია? კი. ანუ მაგალითად ორი აპლიკაცია მაქვს, ერთი და იგივე WhatsApp-ი, ერთზე ერთი ნომერი მაქვს გააქტიურებული, მეორე მეორეზე. ეს მინდოდა ნანიკო მეკითხა. მე თუ WhatsApp-ზე მინდა რომ დამრჩეს ჩემი ნამდვილი ინტერნეტი მომეწოდება გლობალსელიდან. ძალიან კოფა და კიდევ ერთი რამ ბოდიში აუცილებლად ეს უნდა ვთქვა, რატომ არის ჩემ ესეთი კომფორტული. ერთი ის რომ მარტივად ხდება მართლა ყველაფერი და მეორე საზღვარგარეთ ხარ და გინდა რომ ჩატვირთო უცებ ანგარიშზე ბალანსი გაქვს 0. ესეც ხალხო ისეთი მარტივი, ანუ ფილოსოფია დიდი არ ჭირდება და რაღაცა მათემატიკის ცოდნა. თქვათ ვართ ესპანეთში, ხო? კოდი არის 34. ქვეყნის კოდი. პირობითად 34 არ მახსოვს. პირობითად მართლა 34-ია. ვაჭერთ ფიფკი, მარტივად 34 დიეზი. სულ ეს კომბინაცია საჭირო იმისთვის და ოკეი დავაჭიროთ. ეხა აქ არის ასე არ ვარ ეხლა ესპანეთში. ანუ ხო. არა, საქართველოშიც უბრალოდ გამორთული გაქვს ეხა შენ მობილური ინტერნეტი. გამორთული მაქვს უბრალოდ გლობალსელი. საქართველოში ყოფნის დროს შემიძლია წინასწარ ჩავირთო ნებისმიერი ქვეყნის პაკეტი, სადაც მივიღავ. რა გადასარევია. ჩემთვის მოსიუხარ არიწვალე მერე. მივდივართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლა ფიფკი ერთი არის ამერიკის კოდი, ხო? ფიფკი ერთი დიეზით გავიაქტიურებ 1 გიგაბაიტს ან 3, ან 5, ან 10 და ასე შემდეგ და ყველაზე მთავარი. დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ტელეკომ ოპერატორის სერვისში, როდესაც რაღაცა ტიპის პაკეტს ვიაქტიურებთ, ეს იქნება SMS პაკეტი, წუთობრივი პაკეტი, ინტერნეტ პაკეტი, მისი მოქმედების ვადა იწყება გააქტიურების მომენტიდან, ხო? ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენი აბონენტებისთვის ეს რაღაცა უფრო კომფორტის ზონა გაგვეფართოვებინა და არ მომხდარიყო ისე, რომ აი აეროპორტში მივდივარ და მოდი ახლა გავიაქტიურო, რომ კონდეს წინ ის დღების რაოდენობა, რომ არ დავკარგოთ, რომ ანუ ერთი დღით ადრე არ გაიაქტიუროს, ორი დღით ადრე. დღეს შემიძლია გავიაქტიურო პაკეტი და მისი გამოყენების ვადა დაიწყება არა დღეს, არამედ 5 თვის შემდეგ, 8 თვის შემდეგ, 10 თვის შემდეგ, 2 წლის შემდეგ, როცა ჩავალ იმ ქვეყანაში. და წინასწარ არ ვფიქრობ იმაზე, რომ აი ახლა დღეს რო გავიაქტიურო, უცებ მალე არ ამოიწუროს მისი მოქმედების ვადა. ნიკო კარგად მიხვდება, ამას რა შეგრძნება მაქვს? ბევრი კითხვა გვაქვს მომზადებული. აი, იქიდან მაინც რითი არის გამორჩეული და თქვენ რა სიტყოდით, მაგრამ ყველაფერი გამიქარწყლეთ და კითხვა ამ მიმართულებით აღარ დამიტოვეთ, იმიტომ რამდენჯერაც მინდოდა დამესვა, რომ კითხვა რომ აი მაინც რატო არის კარგი გლობალსელი იმდენჯერ დამეციეთ თქვენთან ისეთი ინფორმაცია. ესე იგი მე რასაც დავიბეს იყო კითხვა შენა საუკუნის ინფორმაცია მოგაწოდეთ მე და ეხა ისე წავედით ამ 16 წელიწადში რომ შემიძლია აზია, ევროპა ავირჩიო.
ან მსოფლიოს პაკეტია. ინტერნეტ პაკეტი ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ გვაქვს ზონალური დიდი დაფარვის გეოგრაფიული პაკეტებიც. მაგალითად, ევროპის პაკეტი, რომელსაც წეღანით ვსაუბრობდით, ფარავს როგორც მთელ ევროკავშირს, ასევე საქართველოს და ჩვენს აბონენტს საქართველოში შეუძლია გამოიყენოს იგივე პაკეტი, რასაც გამოიყენებს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. ასევე გვაქვს პაკეტები აზიისთვის, აფრიკისთვის, ამერიკისთვის და ყველა გეოგრაფიული დაფარვის პაკეტი. ჩემი მეგობრების დავაკმაყოფილე პირდაპირ შეგიძლია მოირგო ეს თქვენი პაკეტი აზრით, რა შენზე. შეიძლება იყოს ღირებულება, აი წეგან ვსაუბრობდით. ინტერნეტი, რომელსაც ვიყენებ როგორც საქართველოში, ისე მთელს ევროპაში. აი, რა შეიძლება იყოს 1 გიგაბაიტის ღირებულება, მაგალითად? ყველა ვიცით. 1 გიგაბაიტი. უმეტეს ძალიან გიგაბაიტი. ხო, 1. აი, ხო ხშირია ჩვენ წავედით მაგალითად პირობითად ვენაში, იქიდან შეიძლება პრაღაში წავიდეთ, ანუ რამოდენიმე ქვეყანაში წავიდეთ და არ მოგვიწია სხვადასხვა პაკეტის ჩართვა. ანუ ერთიანი პაკეტი, რომელიც აქაც მოქმედია და მოქმედია მთელს მოდი ევროკავშირში. 5 გიგაბაიტზე ვთქვათ, იმიტომ რომ 5-იანის მახსოვს სხვა ხო რაღაცა და აქეთ წავიდეთ მაშინ. დაახლოებით ალბათ ლარებში რო გადმოვიყვანოთ 60-80 ლარი. ხო, 7 ლარი არის 1 გიგაბაიტის ფასი. 35 ლარი 5 გიგაბაიტის შემთხვევაში. ანუ ეს არის ის ადგილობრივი ტარიფი, რომლითაც მე საქართველოსთან ერთად მთელს ევროკავშირში ვსარგებლობ. და ეს ტარიფები შეუფერხებლად. რომ კიდევ უფრო გავაიაფოთ, რაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, იმიტომ რომ მოქალაქისთვის როუმინგი არ უნდა იყოს რაიმე შემზღუდავი ბარიერი. ხო, ის არ უნდა იყოს, არა უნდა ფუფუნების წავშალოთ. საგანი რო აი ეს უკვე 100-ია იდეაში, რაც მოგახსენეთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვინდა გავაკეთოთ ჩვენი აბონენტებისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ბოდიში ნანიკო ერთს დავამატებ. ის ნომერი, რომელსაც ჩვენი აბონენტი ღებულობს ჩვენგან, ეს ელექტრონული სიმბარათის შემთხვევა იქნება თუ ფიზიკური სიმის არ აქვს მნიშვნელობა. ამ სიმბარათის გამოყენებით შეუძლია ყველა სხვა სატელეკომუნიკაციო სერვისით სარგებლობა, როგორც წეღანაც აღვნიშნეთ. სტანდარტული ზარები იქნება ეს თუ SMS-ები, იმიტომ რომ ძალიან ხშირია, როდესაც ჩვენი ოჯახის წევრები თუ ახლობლები, რომლებიც დიდად ან ვერ მეგობრობენ რაღაც სოციალურ პლატფორმებთან. არიციან Viber-ი, WhatsApp-ი რაღაცები. უნდათ მათ რომ სტანდარტული გზით დაგვიკავშირდნენ, უნდათ რომ SMS-ი გამოგვიგზავნონ და ჩვენ სიმბარათზე გარდა ინტერნეტ პაკეტებისა, რაზეც ახლა ეს ვრცლად ვისაუბრეთ, ყველა სხვა მობილური სატელეკომუნიკაციო სერვისის მიღება შესაძლებელი. ქართული ნომერი გაქვს მონიჭებული. ეს დამჭირდება ძვირფასო კიდე რამეში. თუ უკვე თქვენი სრულფასოვანი აბონენტი ვართ. ერთადერთი ჩვენ მაქსიმალურად ვემორჩილებით ყველა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე სამართლებრივ აქტს, კომუნიკაციების კომისიის რეგულაციას და მცირე საბონეტო ხელშეკრულებაზე მოგაწერიდებთ შემდეგ რომ ხელსრულებაც დაცული იყოს ყველა. ერთადერთი რაზეც უნდა ეს იურიდიული საკითხი შენ თავზე ერთადერთი რაზეც უნდა იწვალო, ხელი უნდა მოაწერო ნოცა. მე ვერ მოვარ. მაგასაც მოვარგებთ, ხო იცი? ელექტრონული სიმბარათის შემთხვევაში დისტანციურად იღებენ ხშირად აბონენტები ელექტრონულ სიმბარათს და იქ უკვე დისტანციურად ხდება ამ საბონეტო მოგებულია ხელშეკრულებაზე ყველა დათანხმება. ფერზე გლობალ ერთი კითხვა მაინც დამჩა და დავაზუსტებ, იმიტომ რომ ნანუ შენც გჩუქნი და შენც გჩუქნი. ვაიმე, რა კარგია. მოდი. სულ ბევრი გემოგზაუროთ გლობალსელთან დიდი ერთად. მადლობა. არა, რანიკომ წეგან ახსენა რომ შენ ნომერს ინარჩუნებო, მაგრამ აი როგორ ხდება ეს, როდესაც ახალ ნომერს იღებ, შენ ნომერს როგორ ინარჩუნებ? მე კიდევ ერთად ესე იგი თქვენ პირობითად ვსანდებით X ოპერატორის აბონენტი დღეს საქართველოში, ხომ? ამ ნომერთან ერთად თქვენ გექნებათ მეორე ნომერიც ტელეფონში, თუ ფიზიკურ სიმზეა საუბარი. ეს გადარცვა გადმოსთვის აი პრინციპით ხომ გასწავლე, გადართვა გადმოიცვა. ანუ გაქვთ ერთი ის ადგილობრივი ნომერი, რომელიც გქონდათ და მეორე 559 ინდექსით დაწყებული, ან 507, 517 ინდექსებით დაწყებული გლობალსელის ქართული ნომერი. საქართველოში შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ერთი ისე მეორე, ხოლო უცხოეთში უკვე იცით რომელიც უნდა ვიყენებთ ხოლოდ ეხლა არა ის მაინტერესებდა, ანუ უცხოეთის შემთხვევაში როგორც ნანიკომ გვასწავლა იმ პატარა კნოპკით გადავთართ აბსოლუტურად მარტივად, არ წარმოადგენს არანაირ აი სირთულეს. როგორც ორსიმიანი ტელეფონის შემთხვევაში რომ ვირჩევთ რომელი სიმინა გადახვიდეთ არის ძალიან მარტივად. ბოდიში ყველასთან, მაგრამ იშვიათად მიხარია საჩუქარი პირდაპირ ეთერში და ეს ის საჩუქარია, რომელიც მართლა გამეცნობა. არა, იმას შევინახავი, მე ის იმაში მაქვს. ჩვენ ახლა ჩაგიტვით. აი შენ ის თაობა ხარ, მე ხო ყველა მე სამარ კაცო. თან როგორი სიმი იყო, ისე დიდი სიმები რო იყო ძველი. შორის გვაქვს ჩვენც, იმიტომ რომ შეიძლება გქონდეს ადამიანს ტელეფონი, რომელიც არ პასუხობს რა თქმა უნდა. გამოწვევას, ანუ ჩვენი სიმი არის სტანდარტული, ნანო და მიკრო. ნებისმიერ ტელეფონს მოერგება, ასე რომ არ შეგეშინდეთ. გაქვთ მაგალითად წინა საუკუნის ტელეფონი, რომელსაც ინტერნეტის მხარდაჭერა არ აქვს, ისეთი როგორც გინდათ, არა უშავს. ჩვენი გლობალსელი. კარგად დილას მოგდინ ანიკა. მნიშვნელოვანი რაც წეგან ნინო მაგნიშნა მუდმივ ნომერთან დაკავშირებით, ხომ? სხვა შემოთავაზებებს თუ ალბათ თქვენ გეცოდინებათ, სხვა შემოთავაზებების შრილში, როდესაც მივდივართ დღეს ერთ მოგზაურობაში, ერთ თვეში მეორე მოგზაურობაში, სულ უნდა ვცვალოთ ეს ელექტრონული სიმბარათები, რაც აქ არ გჭირდებათ და მუდმივად გაქვთ ეს ერთი სიმი ან ის სიმი და რომლითაც მოგზაურობთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ის არის და არის შეგნომერი რა. და მე უკვე ვირჩევთ პაკეტს იმის მიხედვით აზიაში მიფრინავ თუ ევროპაში. და აუცილებლად ავსტრალიაში. სანამ დრო გაგვექცა შეიძლება ვთქვა
კი ბატონო. ვფართოვდებით თვითონ კომპანია გარდა ამისა მიმართავ ყველა აბონენტს, მომავალ აბონენტს, პოტენციურ აბონენტს Global-Sell-ისა, რომელსაც გამგზავრებას ურს, ახლა პერიოდია, ვემზადებით. თუ არ ცხოვრობთ თბილისში, მაგალითად ცხოვრობთ საქართველოს დიდ ქალაქში ან პატარაში, ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თქვენ შეგიძლიათ მიბრძანდეთ იუსტიციის სახლში, თუ ვერ მიხვალთ იუსტიციის სახლამდე, ფოსტაში. ადგილობრივად თქვენ გაგიაქტიურებენ, მოარგებენ თქვენზე ნებისმიერ პაკეტს და აბსოლუტურად ყოველგვარი კითხვის გარეშე გამოგიშვებენ. ასე რომ თუ კი გეგმავთ დასვენებას, არ გინდათ აქ ჩამოსვლა სადმე თუ კითხვა გაუჩნდებათ 24 საათი. მართლაც უხაზზე არიან. ცხელი ხაზი 24 საათია. და ერთიც ძალიან კარგი საქმე დაიწყო Global-Sell-მა. სულ რამდენიმე ხნის წინ ჩვენთან ეთერში იყო ბერი ანდრიას ფონდის ფლობელი დედაო, რომელმაც ეს ინიციატივა წამოჭრა ჩვენთან ეთერში, რომ მოდიო ყოველ 13 რიცხვში, ყოველი თვის 13 რიცხვში, ეს მათთვის ძალიან სიმბოლურია. ავიღოთ და ჩვენი ხელფასიდან თითო ლარი გადავრიცხოთ ფონდში. ახლა ეს 1 ლარი რა ხდება? ეს ხელი 1 ლარს რომ იძლევა ამან არც იცის, იმიტომ რომ არ გვანგრევს. გადავწყვიტეთ რომ Global-Sell-ი და ბერი ანდრიას ფონდი დამეგობრდეს. ცხადია Global-Sell-ი ბენეფიციარებს და მათ ოჯახებს უზრუნველყოფს უწყვეტი რომიგული კავშირით მაშინ, როდესაც მათ დაჭირდებათ უფასოდ ცხადია მკურნალობა, მოგზაურობა და გარდა ამისა, ალბათ ჩვენ ვიქნებით ასე პირველები, ვინც ხმამაღლა ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ ყოველი თვის 13 რიცხვში ჩვენი კომპანიიდან თითო ლარი გადაერიცხოს ფონდს. მე ვიწვევ რუსთაველის თეატრს ამ გამოწვევაში თუ გინდა, ხო არაფერი არ მიდის თქვენგან 1 ლარით. არა როგორ და ტელეიმედო თქვენს გიწვევთ რომ ჩაერთოთ ამ დიდ მარათონში. სიამოვნებით ვიღებთ ამ გამოწვევას და ჩათვალე რომ ჩაერთ შაბათ-კვირის დილის სახელით ვისაუბრებ და ვიტყვი რომ ნამდვილად იღებ ამ პასუხისგებლობას აუცილებლად ხურშიც გვეუბნებიან რომ ლიკა ხდება. ერთი კაი ნომერი ჩვენზეა Global-Sell-ის, რომ დამთავრდება, შენთვის არ გვაქვს საჩუქარი. კი ბატონო, ახლა ის გადაგჩენია რომ დაგემშვიდობოთ, სასიამოვნო იყო სიახლეების მოსმენაც თქვენთან ერთად საუბარიც, მაგრამ შეიძლება 10 წამი მხოლოდ. კი ბატონო. კიდევ ერთხელ შევახცენებ ჩვენს მაყურებელს, რომ როგორც ნარიკომაც აღნიშნა, თუ თბილისში არ იმყოფება აბონენტი, პოტენციური აბონენტი, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე საქართველოს პოსტის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია ჩვენი როგორც ელექტრონული სიმბარათის, ისე ფიზიკური სიმბარათის მიღება.